წარმოიდგინეთ, შაბათი საღამოა, გარეთ COVID პანდემიისგან დაცარიელებული წვიმიანი ქუჩებია. შენს კართან კურიერი მოდის, შეკვეთას გაწვდის და მიდის. თანხას ძლივს გამოიმუშავებს, რომ ოჯახს ბინის ქირის ფული ჰქონდეს. შენ არც კი იცი, რომ ეს კაცი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და საშიში მებრძოლია. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ეს იგივე კაცი UFC-ს ოქტაგონზე დგას. სისხლისგან იცლება, 5 რაუნდის განმავლობაში ნამდვილ ჯოჯოხეთს გადის. ბოლოს ჩემპიონის კამარს იგებს და $50,000 ბონუსი ოჯახში მიაქვს. Guys, if you know my story, you're gonna love me. I'm working so hard for that. ეს ალექსანდრე კანიბალ პანტოჟას რეალური ისტორიაა. ნამდვილი ანდერდოგის, აუთსაიდერის ამბავი, რომელიც ქუჩის ჩხუბებიდან და სრული უფულობიდან აღწევს უმსუბუქესი წონის მწვერვალებს. მხოლოდ ერთი მიზეზით. მას ყოველთვის უყვარდა, როცა ცხოვრება სახეში ურტყავდა. სანამ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მებრძოლის ალექსანდრე პანტოჟას ისტორიას მოგიყვებით, მე შეგახსენებთ, რომ მის ბრძოლებს და არა მხოლოდ მის ბრძოლებს ჩვენ უგემრიელეს კროკოს კრიკერებთან ერთად უყურებთ. ჩვენი მეგობარი ბრენდი ისევ აქ არის. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ და მოვყვეთ კანიბალის ისტორია. დაახო, ბარემ სანამ დავიწყებთ, თხოვნა იქნება, რომ თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, გამოიწერეთ არხი. აბა, წავედით. ალექსანდრე პანტოჟა 1990 წელს დაიბადა ძალიან ღარიბ ოჯახში, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ შტატში. სანამ ის ოქტაგონზე სუპერ ვარსკვლავებს დაახშობდა, მისი ბავშვობა სულიერმა ტრაგედიამ შეარყია. მშობლები განქორწინდნენ. მამამ ოჯახი უბრალოდ მიატოვა, სხვა შტატში გადავიდა და სამი შვილი ასე ბედის ამარად დატოვა. სხვათა შორის პანტოჟა ხშირად ცდილობდა მამასთან ჩასვლას და მონახულებას, იმის იმედით, რომ რაღაც ელემენტარულ მამობრივ სიყვარულს იგრძნობდა, მაგრამ იქიდან ყოველთვის გატეხილი და გულაცრუებული მოდიოდა. წლების შემდეგ ის ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის: მე უბრალოდ მამაჩემი სიყვარული მინდოდა, ხომ გესმით? მინდოდა მისი სიახლოვე მეგრძნო. სულ ფიქრობდი მასთან დარეკვაზე და ძველი იარების მოშუშებაზე, მაგრამ მას ეს საერთოდ არ აინტერესებდა. ამ ემოციური სიცარიელის გამო, როგორც ხდება ხოლმე, ახალგაზრდა ბიჭი რიოს ქუჩებმა ჩაითრია. სკოლაში საერთოდ არ სწავლობდა, ნიშნები, რა თქმა უნდა, კატასტროფული და იმ ტიპის მოზარდი იყო. ქუჩაში თავად რომ ეძებს ხოლმე შარს და 1000 უბედურებას. იმდენს ხულიგნობდა, რომ ერთხელ არასრულწლოვანთა კოლონიაშიც კი ამოყო თავი და ზუსტად აქ დაებადა პირველად იდეა ამ ცივ კედლებში, რომ ასე თუ გააგრძელებდა, ან სასაფლაოზე ამოყობდა თავს მიწის ქვეშ, ან მთელი ცხოვრება ამ კედლების ყურება მოუწევდა. ამასობაში რა ხდება? დედამისი სამ სამსახურში მუშაობს და წელში წყდება იმისთვის, რომ სამი შვილი გამოყვებოს და მამამისი მამინაცვალმა ჩაანაცვლა. გიგანტურმა მძიმე ხასიათების კაცმა, რომელიც დილიდან საღამომდე იქამდე სვამდა, სანამ გონებას არ დაკარგავდა. მაგრამ ცხოვრების ირონია ზუსტად იმაშია, რომ სწორედ ერთხელ ამ კაცმა მძიმე სიმთვრალის დროს ხელი მოკიდა და ალექსანდრე პანტოჟა ჯიუ-ჯიტსუზე მიიყვანა. იმის იმედით, რომ ეს ბრაზი და ის ღვაწლი რაც დაგროვებული ჰქონდა, რიოს ქუჩების მაგივრად ატამზე ამოიღო. სწორედ აქედან იწყება იმ მებრძოლის ჩამოყალიბება, რომელსაც დღეს კანიბალს ვეძახით. 2007 წლის ივლისში სულ რაღაც 17 წლის პანტოჟა პროფესიონალურ რინგზე გადის და პირველივე რაუნდში მეტოქეს არმბარით აიძულებს დანებებას. მაგრამ ნამდვილი გადარჩენის სკოლა წინ იყო. მისი პირველი სერიოზული MMA-ის ბრძოლები ტარდებოდა რიოს ყველაზე საშიშ ფაველაში, მორუდუ მაკაკოში. And I win my first fight. That's in favela in Brazil. The guys, the gangster there make the organization, everything. And the crazy point is in Sherdog. That's my first fight. If you see, it's there in Sherdog. Like it's amazing. In the favela. ეს ტურნირები ადგილობრივი ნარკობარონების მიერ იყო ორგანიზებული, სადაც მოდი ვთქვათ, რომ წესები ფაქტობრივად არ არსებობდა. ჩხუბობდნენ ძველებურ ბრაზილიურ ვალეტუდო სტილში და ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ ხელთათმანები არ ეცვათ მებრძოლებს. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ კადრი, შუაში საბრძოლო გალია ან არეა, გარშემო უამრავი ადამიანი ფაველადან, მათ შორის ნახევარი ავტომატიანი ნარკობარონები, ყველას ფსონიე განთავსებული ან შენზე ან შენ მოწინააღმდეგეს და უყურებენ როგორ ასისხლიანებთ ერთმანეთს. ეს რაღაც მომენტში გადარჩენისთვის ბრძოლას უფრო გავდა პანტოჟასთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერ რამეს და სხვათა შორის ამ ბრძოლების სტატისტიკა ოფიციალურად დღემდე შეგიძლიათ ნახოთ ალექსანდრეს სტატისტიკაში. ამასთანავე რა ხდება? პანტოჟა მუაი-ტაიში ასპარეზობდა და სხვათა შორის საკმაოდ წარმატებულადაც, თუ სწორად მახსოვს, 20-მდე ბრძოლა ჩატარებული და რაც ნამდვილად ვიცი, ყველა მოგებული აქვს, მაგრამ აქ ერთი უცნაური პრობლემა იყო. მუაი-ტაიში, ბრაზილიაში, ფულს საერთოდ არ იხდიდნენ. პირიქით ხანდახან აქეთ უწევდა ალექსანდრეს, რომ საწევროს ფული კაპი-კაპი გაეგროვებინა, რომ ებრძოლა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ერთ-ერთი პირველი მიზეზი ის იყო, რომ იგი გადავიდა MMA-ში და გადაწყვიტა იქ აეშენებინა რამენერად კარიერა. 2015 წლისთვის მას უკვე შთამბეჭდავი რეკორდი ჰქონდა. 16 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი.
ქვეყნის შიგნით ყველაფერი მოგებული ჰქონდა, ასე რომ დრო იყო მსოფლიო დაეპყრო. 2016 წელს UFC მუცნაური და ამბიციური ექსპერიმენტი ჩაატარა. რეალიტი შოუში The Ultimate Fighter მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციის 16 მოქმედი ჩემპიონი შეკრიბა. ფსონი იყო უზარმაზარი. გამარჯვებულს პირდაპირ სატიტულო ბრძოლა ეძლეოდა ლეგენდარულ დემეტრიუს ჯონსონთან. პანტოჟა ამ პროექტში პირველ ნომრად მთავარ ფავორიტად შევიდა. აქ იწყება საინტერესო. პროექტში ბოლო მე-16 ნომრად შევიდა ერთი მექსიკელი ბიჭი, რომელიც მაშინჯერ არავინ არ იცოდა. ახლა ყველა მიცით. ბრენდონ მორენო. მორენო ძალიან დიდ პატივს სცემდა პანტოჟას. მისი ბრძოლების უდიდესი გულშემატკივარი იყო, ისევე როგორც თავად ალეშანდრესი. ერთჯერ ქვეშ ეძინათ, იზიარებდნენ უამრავ რაღაცას, მაგრამ ბედის წერამ გადაწყვეტა, რომ პირველივე კენჭისყრის დროს ისინი ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. ბრძოლა სხვათა შორის დაძაბული გამოდგა, ერთმანეთი კარგადაც დაასესხლიანეს, მაგრამ ბონის და გამოცდილების ხარჯზე, რომელიც ბრაზილიელს ჰქონდა, აჯობა და რეარნეიკ ჩოუქით დანებება აიძულა მორენოს. ბოლოს მოხდა ის, რომ მორენომ წაგების შემდეგ ბევრი იტირა და პროექტიდან გაუშვეს. რაც შეეხება თვითონ პანტოჟას, ნახევარფინალამდე ძალიან კარგად იარა, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა და ამის გამო მასაც მოუწია პროექტის დატოვება. მაგრამ იმდენად მოეწონათ მესოურებს და პროექტის ავტორებს, რომ მას ოფიციალური UFC-ს კონტრაქტი მისცეს, ისევე როგორც ბრენდონ მორენოს. მორენო UFC-ში გიჟური ტემპით მიიწევდა წინ, მაგრამ პანტოჟა მისი პერსონალური წყევლა გახდა. 2018 წელს ჩილეში ისინი ოფიციალურად ხვდებიან ერთმანეთს ოქტაგონზე. მორენოს რევანშის წყურია, თუმცა პანტოჟა ნამდვილ კანიბალად იქცევა. 3 რაუნდის განმავლობაში ძალიან სემს მექსიკელს. სახე-სისხლის მასად უქცევს და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ისევ იმარჯვებს. იმ ღამეს მორენოსთვის ბრაზილიელი გახდა ერთი დიდი გადაულახავი ბარიერი, რომელსაც თითქოს ვეღარასდროს გადალახავდა. თუმცა სანამ მორენოს სხვაგან ძალებს მოიკრებდა, შემდეგ UFC-ში დაბრუნდებოდა და კამარს მოიგებდა, იქამდე ალეშანდრე პანტოჟას ცხოვრება ამერიკაში ამერიკულ ატრაქციონს დაემსგავსა. დასტინ ორტისთან, დეივისონ ფიგერედოსთან და ასკარ ასკაროვთან მარცხმა ის რეიტინგში უკან გადააგდო. იგი მიხვდა, რომ ბრაზილიური ბაზა აღარ ყოფნიდა. მან მიიღო ყველაზე რთული გადაწყვეტილება. ხელი მოკიდა ცოლშვილს, ჯიბეში ჩაიდო ის ბოლო დანაზოგი რაც ჰქონდა და ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გუნდში, ამერიკან ტოპ თიმში მივიდა. ეს არის ადგილი, სადაც დასტინ პორიე, ხორხე მასვიდალი და სხვა ლეგენდები იჭედებოდნენ. პანტოჟა იქ ჩავიდა როგორც უცხოელი ინგლისური ენის ცოდნის გარეშე, სადაც გადარჩენისთვის ყოველდღე სისხლს ხვდა სპარინგებზე და ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაფერი თითქოს დაალაგდა და ყველაფერი კარგად უნდა წასულიყო, აი მაშინ წავიდა ყველაფერი ტრაგისკენ. სანამ სხვა წარმატებული UFC-ს მებრძოლები Instagram-ზე თავიანთ ძვირად ღირებულ მანქანებს ამარიაჟებდნენ, ალეშანდრეს სულ სხვა რეალობა დაუდგა თვალწინ. ტურნირები გაუქმდა, სპონსორები საერთოდ აღარ იყვნენ, შესაბამისად ფულით საერთოდ გაქრა ჯიბიდან და პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით მას მოუწია გადარჩენისთვის ბრძოლა. ოჯახი რომ არ დამშეულიყო, მისი მეუღლე შეუდგა ამერიკული მდიდრული ოჯახების სახლების ლაგებას. ხოლო რაც შეეხება თავად პანტოჟას, მოდი ვთქვათ, რომ უკვე იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი გადაწყვეტს, რომ უბერიցის კურიერი გახდეს. სხვებისთვის საჭმელი მიქონდა, რომ შემდეგ საშუალება ჰქონოდა თავის შვილები გამოეკვება. ალბათ ცუდი არ იქნებოდა, რომ მხოლოდ ეს პრობლემა ჰქონოდა მას. თუმცა ეს ასე არ არის. თავი იჩინა ერთ-ერთმა ყველაზე ცუდმა რაღაცამ, რაც იმ დროს შეიძლებოდა მას დამართნოდა. ამ უსახსრობას დაემატა კატასტროფული ტრამვა. ვარჯიშზე მუხლის წინა ჯვარედინი მყესი მთლიანად გაიწყვიდა. რა თქმა უნდა, ამ დროს ნებისმიერი სხვა რაციონალური სპორტსმენი აუცილებლად საოპერაციო მაგიდას დაწვებოდა და შემდეგ 9 თვეს მინიმუმ რეაბილიტაციას მოანდომებდა. მაგრამ პანტოჟა მიცოდა, რომ მას ამის უფლება და ფუფუნება არ ჰქონდა. მან მშვენივრად იცოდა, რომ თუ ოპერაციას გაიკეთებდა, ვეღარც კურიერად იმუშავებდა და ეს იქნებოდა პირდაპირ განაჩენი მისი ოჯახისთვის. მან იმდენი მოახერხა, რომ ტრამვა დამალა. ის ოქტაგონზე ფაქტობრივად ცალი ფეხით გავიდა საშიში ბრენდონ როივალის წინააღმდეგ. მას საყრდენი ფეხი საერთოდ არ ჰქონდა. ამიტომ დგომში ჩხუბი თვითმკვლელობა იყო. წარმოუდგენელი ნებისყოფის ხარჯზე მან ბრძოლა პარტერში გადაიყვანა. როივალი ზურგიდან დაახჩო, აიღო $50,000 ბონუსი და ღმერთს მადლობას უხდი და მუხლმოდრეკილი, რომ იმ თვეში მიშვილებს შიმშილ არ ემუქრებოდათ. ამ გამარჯვების შემდეგ მან საბოლოოდ დაანება თავი კურიერობას. მის ინტერვიუებს თუ მოусმენთ, მას დღეს აქვს საკუთარი ორი ნაჭერი ყველის თეორია, თუ შეიძლება ასე უწოდოთ.
ბავშვობაში სულ ეკონომიას ვაკეთებდით. დედა ყოველთვის ერთნაჭერ ყველს გვიდებდა პურზე, რომ დიდხანს ყოფნოდა. დღეს კი როცა მაცივარს ვაღებ და სენდვიჩს ვიკეთებ, შემიძლია თავისუფლება მივცე და ორი ნაჭერი ყველი დავადო. ეს შემთთვის ყველას დიდი ფუფუნებაა. ეს მახსენებს ვინ ვარ, საიდან მოვედი და რა გადავიტანე. და აი, მოვედით ბედის წერის უცნაურ კულმინაციამდე. UFC 290, 2023 წელი. ბრენდონ მორენომ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ფენიქსივით აღსდგა, UFC-ში დაბრუნდა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის დივიზიონის უგვირგვინო მეფეა, მექსიკის ნაციონალური გმირი, მაგრამ ის წინაშე კვლავ მისი წარსულის მთავარი დემონი უნდა წარსდგეს. ალეშანდრე პანტოჟა, კაცი, რომელსაც მორენო ორჯერ ყავდა ნაცემი. მორენოთვის ეს უბრალოდ ტიტულის დაცვა არ არის. ეს არის შანსი მოუკლას თავის წარსულის კომპლექსი. ალეშანდრესთვის კი ეს არის შანსი საბოლოო დაუსვას წერტილი სიღარიბეს. ეს იყო 5 რაუნდიანი აბსოლუტური დაუნდობელი სისხლიანი სასაკლაო. პირველივე რაუნდში პანტოჟა მორენომ ძიმე ნოკდაუნში გაგზავნა და იდაყვებით სახე გაუნგრია. მეორე რაუნდში მორენო დაბრუნდა და საპასუხოდ სისხლის მასად აქცია ბრაზილიელი სახე. მეხუთე რაუნდში ორივე მებრძოლი ფილტვებს ყრიდა, მაგრამ პანტოჟამ თავის გამძლეობის და რკინის ხასიათის ხარჯზე, რომელიც ასევე ველური ჟინით იბრძოდა, მორენო ბადესთან მიაჭედა და ფინალურ გონგამდე ხელიდან არ გაუშვა. გაისმაზარი, ორივე მებრძოლი ძლივს დგას ფეხზე. ისმის მსაჯების გადაწყვეტილება და ალეშანდრე პანტოჟა უმსუბუქესი წონის მსოფლიო ჩემპიონია. Split decision and no! UFC flyweight champion of the world, Alexandre the Cannibal Pantoja. ემოციებისგან დაღლილმა და სახიჩრებულმა ჩემპიონმა, რომელსაც ბავშვობიდან მამის აღიარება და სიყვარული სულ აკლდა, ოქროს ქამარი აწია, კამერის წინ დადგა და ეს სიტყვები თქვა. My mom take care of me and my 2 brothers alone, you know. Now, Dad, you proud of me, Dad. You proud of me. მთელი ეს პერიოდი ალეშანდრე პანტოჟა უმსუბუქესი წონის ერთპიროვნული მეფე იყო. კაცი, რომელსაც არავის არ ეშინოდა, სამაგიეროდ მისი ყველას ეშინოდა. იმ ინციდენტამდე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჯოშუა უინის წინააღმდეგ მოხდა, ძალიან დასანანი რა, რომელმაც მე პირადად ძალიან დამწყვიტა გული და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარცხმა, რომელიც მან განიცადა, არც ერთი ერთეულით არ დააგდო მისი ფასი MMA-ს გულშემატკივრებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საშინელი ინციდენტის შემდეგ ის იმაზე ბევრად ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე იყო და იმ ეჭვებს გულშემატკივრებში გააქარწყლებს იმის თუ საერთოდ აქვს, რომ ის არც ისეთი კანიბალი იყო, როგორიც ეს ერთი შეხვედრით ჩანდა. მოკლედ ასეა. მნიშვნელობა არ აქვს, შენ უბერის კურიერი ხარ თუ ერთი უბრალო უსახსრო ადამიანი, რომელმაც უკვე აღარ იცის რა გააკეთოს, ცხოვრება როცა კუთხეში მოგიმწყდევს, თავარი არის ის, რომ იპოვო შენში ძალა, რომ წამოდგე და სახეში შეაბურთხო. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს დღეს ზოგადად სპორტშიც, არა მხოლოდ სპორტშიც. კონკრეტულად MMA-შიც ბევრი მებრძოლი ვისით ასეთი, რომელმაც სასწაული უშანსობიდან დააქამბექა და თუ ვინმე მომავალი მებრძოლი უყურებს ამ ვიდეოს, უდიდეს წარმატებებს გისურვებთ, რომ ასეთი მტკიცე ხასიათი გქონდეთ და რაც არ უნდა დიდი დაბრკოლება შეგვხვდეთ ცხოვრებაში, ზუსტად ისე გაანგრიოთ თავით ყველაფერი, როგორც ეს ალეშანდრე პანტოჟამ გააკეთა. მადლობა ვინც მიყურებთ, თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ბარემ ეს ვიდეო თუ არ დაგეზარებათ. მე კი გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აბა ჰე და აბა ხო.